და ისევ საქართველოს ხონის სამუსიკო სკოლაში კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების საზეიმოდ გაიხსნა. მასშტაბური ღონისძიება წელს 5 ქალაქში, წყალტუბოში, ლანჩხუთში, ხონში, ბორჯომსა და თბილისში გაიმართება. რეგიონებში ახალგაზრდებთან ჩატარდება მასტერკლასებიც. პროექტი ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას ისახავს მიზნად. ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები უკვე მე-3 წელია ტარდება. ამ ხნის მანძილზე ძალიან ბევრი კონცერტი ჩავატარეთ არა მარტო თბილისში, არამედ სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში და მე ვფიქრობ, ეს არის ისეთი პროექტი, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, იმიტომ რომ მიზნად ისახავს ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. მსმენელი ძალიან კმაყოფილი იყო, რამე თუ დღეს ამ დარბაზში ისმოდა მხოლოდ მუსიკალური საკრავების ჰანგები და კმაყოფილ მსმენელთა სუნთქვა. და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტად რაც აი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა მსმენელმა განიცადა, ეს იყო პოზიტივი. იმედი მაქვს შემდგომი პროექტებისთვის, რომ ჩვენ მოვასწრებთ და გავაკეთებთ წელს იმ პროექტებს, რაც მომავალ თაობას ძალიან დაეხმარება. თვითონ რაც შეეხება ქართული მუსიკას, ძალიან გვიხარია ის, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველები ასრულებენ ქართულ მუსიკას და აცნობენ ფართო მსმენელს.